მოგესალმებით მეგობრებო ყველას, ბევრი დრო არ მაქვს უნდა წავიდე დღეს წასასვლელი, მაგრამ უცბად შემოგიერთით, იმიტომ რომ უნდა ვთქვა ეს სათქმელი, რაც სათქმელია, უნდა ვთქვა. ასე რომ დაგელოდებით ახლა სანამ შემოხვალთ, ახალი გამოსული ვარ დუშიდან და პირდაპირ შემოგიერთით, იმიტომ რომ იმის დრო არ არის, რომ ახლა მე ჩავიცვა და რაღაცეები გამოვიბრანჭო. იმიტომ ეს სათქმელი უნდა ითქვას. შემომიერთით. მოგესალმებით, ეს შემომიერთდნენ. მოკლედ დღეს ვისაუბრებ ამ თემაზე და ეხლა მოკრა ხანში რა, შეიძლება დიდი ხანი ვერ გავაგრძელო ლაივი. მაგრამ ვისაუბრებ ამ თემაზე, თუ რა სისტემა არის თვითონ ეს სისტემა მართას სისტემა და თამარის პოზიცია ამაში როგორ მდებარეობს რა და ამაზე ვისაუბრებ და ლინკი ჩაგიგდეთ სათაურში. ამ ლინკზე არის ტრეილერი იმ ფილმის, რომელიც ფილმი ძალიან კარგად ასახავს აი იმ სისტემებს. მე ახლა რაზეც გესაუბრები და საერთოდ ჩემი ლაივები რაზეც არის აგებული, ხომ? ვისაც არ გესმოდათ აქამდე თუ რაზე ვსაუბრობ. ძირითადად ნახეთ როგორი რამეა, ამ ფილმს თუ უყურებთ თქვენ, ეს ფილმი ახლა 2022 წელს გადაუღიათ როგორც ჩანს და მე გუშინ ნახე. მაგრამ ძალიან კარგად ასახავს იმ სისტემას, რომელ სისტემებზე ძირითადად მატრიცაზეა საუბარი. ეს არის კარგად აღწერილი მატრიცა რა, რეალობაში როგორ ხდება. და როგორ ახერხებს ადამიანი მატრიციდან გასვლას და რა პროცესებს გადის მატრიციდან და რა სისტემები, რა სოფტვერები არის აქ შემოტანილი ჩვენს ეხლანდელ ლაივში, ანუ სოციუმში. აქ არის უამრავი სოფტვერები შემოტანილი, კომპიუტერის ენით რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენს ერთ-ერთი აი ამ კომპიუტერის დიდი ნაწილი ვართ, რომელიც პრინციპში და ამის იქით რაც ხდება ჩვენ უხილავი ფარდით არის დაფარული და ვინც ამ ფარდის იქით იყურება ესენი არიან განსაკუთრებული სოფტვერები და მე მინდა მოგმართოთ თამარებს განსაკუთრებულად თამარებს რომ ისინი არიან ამ სოფტვერის ნაწილები. ეხლა ნახეთ, აქ არის ერთი მომენტი რა. ამ ფილმს როცა ნახავთ, თქვენ ნახავთ იქ პროტაგონისტი ეს ქალბატონი, რომელიც გავა ამ სისტემ გარეთ, ხო? ანუ ცდილობს რომ გაარღვიოს ეს სისტემა. როგორ ვითარებაში მოხდება და რა როლები უკავიათ იმ სოციუმს, აი ამ ქალბატონის ცხოვრებაში, თუ როგორ ატყუებენ, როგორ ცდილობენ რომ დააჯერონ რაღაცა სიცრუეში, როგორ ცდილობენ დააჯერონ იმაში, რომ ეს თვითონ ამ ქალს აქვს პრობლემა და არა ამ სოციუმს. გესმით? და ესენი არიან ახლა აი თუ კი დააკვირდებით აი ამ ქალბატონს, რომელიც პროტაგონისტია ამ ფილმში, ჩაგიგდეთ, აი აქაც ჩაგიგდებთ იმას ლინკს, კომენტარშიც ჩაგიგდებთ ლინკს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოფტვერი რა, ანუ პროგრამა. მართას პროგრამა თვითონ და თამარის პროგრამა არის პროგრამა, რომელიც ჩარჩოებს გასცდა. ეხლა ნახეთ რა, ანუ თქვენ უკვე ხართ ამისთვის მზად, რომ აი ამ ენით ვისაუბროთ ეხლა, რომელი ენითაც მე ვიწყებ საუბარს და იმიტომ რომ უკვე დრო აღარ იცდის, იმიტომ აღარ იცდის, რომ ის ომი, რომელიც მოსაგები არის პრინციპში უხილავში, ხილშიც გადმოდის აი ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საუბრობთ ერთმანეთს უცვლით ამ ენით სიტყვებს. და ამ ენით უნდა გაგაგებინოთ თქვენ, რომ დაახლოებით მიხვდეთ რა უნდა გააკეთოთ. ეხლა ნახეთ, როდესაც სისტემა ღმერთისთვის დრო არ არსებობთ, იცით, დასაწყისის და დასაბამის ერთი და იგივეშია, ანუ ერთ სივრცეშია მოქცეული, ეს არ არის აი აქ და აქ, არამედ ესია რა. ბავშვებო, ფრთხილად. აქ ნუ შემოძრებით, ძალიან გთხოვთ, ბავშვებო. ლაივში ვარ ეხლა. და აი ამ სოფტვერის ანუ თვითონ მართა და თამარის სოფტვერი არის გაერთიანებული ერთმანეთში და ბავშვებო ძალიან კონცენტრაციას ვეღარ ვახდენ, ძალიან გთხოვთ გარეთ გადით ახლა, ხო? გარეთ ითამაშეთ. ხო და ანუ რა ხდება ახლა ნახეთ, თვითონ ეს მართას სისტემა და თამარი და მართა ერთი და იგივეა, იმიტომ რომ ეს სოფტვერში არის მოთავსებული, ერთად მოქმედებს რა. და ანუ სხვათა შორის ISO-ს სოფტვერიც იყო იგივენაირად ჩამოიტვირთა ის პირდაპირ ჩამოიტვირთა აი ამ ჯოჯოხეთში
სადაც ცადა რომ გაეყვანა ეს სხვადასხვა სოფტვერები, შეეკრიბა ერთად და გაეყვანა მატრიციდან რა, თავის მამასთან შეერთებოდა. ნუ ზოგ-ზოგიერთმა მოახერხა, მაგრამ ვინც ვერ მოახერხა ჯერჯერობით, აი ნახეთ რა ხდება. ერთ-ერთ საუბრის დროს, როდესაც ისინი არიან ლაზარესთან, ხო? ქრისტე, თვითონ იესოს, ანუ ქრისტე მერე გახდა. პრინციპში ქრისტეს სოფტვერს უნდა მივახციოთ ჩვენ ყველამ, გავკრისტალდეთ, გავსუფთავდეთ და იესოს მატრიცა, ანუ იესოს სოფტვერი იყო ესეთი, რომ მას მოეტანა სიტყვა ჩვენთვის, ანუ ჩვენ ის დაბნეული სოფტვერები აქ ვინც დადიოდა დედამიწის, რასაც ვუწოდებთ დედამიწას, ამათთვის შეეტანა ეს გაესუფთავებინა, გესმით? აი როგორც ჩვენ ვირუსებისგან ვასუფთავებთ კომპიუტერს, მე რაღაცა სოფტვერს ხომ შევიყვანთ ხოლმე, გასუფთავდება, სხვადასხვები არსებობს. აი ისეთი იყო ეს შემოტანილი ჩვენთან სისტემა, რომელმაც სადა რომ გაესუფთავებინა ეს სხვადასხვა სოფტვერები და ერთადერთი სოფტვერი, რომელსაც არ უნდოდა, ანუ ჯერ კიდევ იმაში იყო რა, ჭიდილში იყო ქრისტესთან არის მართა. უკაცრავად. მართა არის ესეთი, კი იღებს ამ სოფტვერს, ანუ იღებს მის სიტყვას, მაგრამ თვითონ არის დამოუკიდებელი. ანუ დამოუკიდებელი რა მხრივ იცით, რომ თავის გზას მიყვება, ნახე, აკეთებს იმას. კი უსმენს ჯერა, აბსოლუტურად ამ სოფტვერის ქრისტეს სიტყვის ჯერა, მაგრამ თვითონ მაინც თავისი იმით მოქმედებს, სოფტვერით მოქმედებს რა, ჯერ არ ერგება ამ სოფტვერს და რას ეტყვის, ნახე, ქრისტე მოდი მართა აქ დაჯექი ჩემს გვერდით. გესმის, შეიერთებს ამ სოფტვერს. მართა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფტვერი ქრისტესთვის, იესო ქრისტესთვის, რომელიც მართავს. გესმის? თუ მართვის ფუნქცია არ გაგაჩნია, შენ იესო ქრისტეს სოფტვერი ვერ გამოგიყენებს. გამოყენებაზე არ არის, ვერ შემოგიერთ, ანუ ვერ ითანამშრომლებს შენთან. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის, აი ამ მომენტში ჩვენს ინსტრუქციაში, ხო? ეხლა აქ ვებხის ტყავსანია, მაგრამ აქ ეს სახარების ეს არის, ენა არის. სახარების ენა გაძლევს იმ ინსტრუქციას, ოღონდ შენ უნდა გაიგო რა, ანუ გონი ეს სოფტვერი გაწმენდილი თუ არ ხარ, ხო? შენ ვერ გაიგებ, იმიტომ დაბინძურებული 1000 ინფორმაციით და შენამდე სიტყვა არ მოდის, სოფტვერი ვერ აღწევს შენში. ანუ შენთან არის ესეთი მომენტი, რომ შენთან თუ არ შეერწყე იესო ქრისტესთან, შენი უნდა დაიტოვო აუცილებლად, შენ მთლიანად ის სოფტვერი არ უნდა გახდე, მაგრამ შენი უნდა დაიტოვო კონდეს რომ აბსოლუტურად ჩამოკიდებული არ გახდე ამ სოფტვერზე და შენი იმით მუშაობდე რა, ანუ მოქმედებდე, ტრიალებდე, სამალებდეო, გესმის, რას გეუბნება აქ თვითონ სიტყვა. უნდა მოახერხო ის, რომ შენით ტრიალებდე. ალი არის მნიშვნელოვანი სიტყვა აქ. ალი არის ცეცხლსაზე და ამავალის სული. ესე იგი, ცეცხლით მოინათლებით ქრისტეს სიტყვით, ხო? როდესაც იოანე ნათლისმცემელი წყლით ნათლავს, მე ამბობს, რომ მოვა ის, ვინც ცეცხლით მოგნათლავს. აი ეს ცეცხლით ალით მონათლა მნიშვნელოვანი ტერმინია აქ შემოსული, რომელიც ამ სოფტვერში უნდა შევიდეს რაღაცნაირად და ჩაჯდეს და შეირწყას თვითონ. აი როგორც თამარმა მართამ თამარი შეირწყა, ხო? გაერთიანდა. თამარ, მართა. მართას იძახი თუ თამარს, რო ვერ გაიგებ, გესმის? ისე უნდა შეირწყას. და აი ამ სოფტვერით მე შენ შეძლებ გაკრისტალებას, ანუ გასუფთავებას, სისტემის გასუფთავებას, რომელიც მოდებული არის აბსოლუტურად სოციუმში და ამ სოციუმში ხა ვინც სისტემები არიან, ხო? უმრავლესობამ იცის. მოდი ესე ვთქვათ, 100-დან 20%-მა იცის, რომ ესენი არიან ჩამოტვირთულები, მაგრამ მათ აწყობთ რაღაცა თავიანთი ხუშტურებიდან გამომდინარე აწყობთ აი ამ არარეალობაში ცხოვრება, ანუ
შექმნილ სამყაროში ცხოვრება. აწყობთ, იმიტომ რომ მათ თავიანთი სანკარები აქვთ ჯერ დასამარცხებელი. გესმით? აი ამ ფილმში ძალიან მაგრად არის აი როგორ მაგრად არის აღწერილი, იცი რომ მეთქი ვაუ, ბრავო ჰოლივუდ რა, კარგად გვაწვდი შენ იმას. ეხლა ჰოლივუდი რატო გვაწვდის ამ ინფორმაციას, იცით? მათი აზრით, ანუ თალმუდელი იუდეველების აზრით, რომელიც მართავს ამ სამყაროს და ვისი, ანუ მართავს არა, ვერ მართავს, იმიტომ რომ მართად ცალკე სისტემა არის. რომელიც ცდილობს რომ მართოს ეს სამყარო, აი ამ თავიანთი შექმნილი სამყარო. არის რა, ნახეთ, მათ სჯერათ უმაღლესი ცნობიერების, ანუ მამა ღმერთის, რომელზეც ქრისტე საუბრობს, ხო? და მათი ცნობიერებით ისინი თუ მოგვაწვდიან ჩვენ აი ამ ფილმების სახით ამ ცნობიერებას, თავიანთ აღსარება არის ერთგვარი მათი. ანუ ფილმები, რომელიც ჰოლივუდი აწარმოებს, რომლებსაც ჰოლივუდი აწარმოებს, არის ამ სისტემების, რომლებიც არიან დაცემულ ანგელოზებად წოდებული, ანუ დღეს უწოდებთ მათ თალმუდელი იუდეველებს, არის აღსარება. ერთგვარი აღსარება და მათ სჯერათ და შეიძლება ეგრეც არის, რომ თუ კი ისინი მოგვაწვდიან ჩვენ შეფარულად ინფორმაციებს, ისინი აღარ დაისჯებიან იმისათვის, რაც უყვეს გაუკეთეს ამ დედამიწას. და ეხლა მე ვსაუბრობ science fiction-ის ენით რა. Science fiction-ი არის ერთ-ერთი ენა, რომელიც არის მომავლის ენა. მაგრამ აწყოში უნდა გაიგო, რომ მომავალი დადგეს. თუ აწყოში ვერ გაიგე, მომავალი ვერ დადგება, გესმის? ამიტომ ისინი გაწვდიან ამ ინფორმაციებს შეფარულად და არაფერს არ გიმალავენ, აბსოლუტურად ყველაფერს გაწვდიან. უბრალოდ შენ გაკვირდებიან ხარ მიმღები თუ ვერ ხარ მიმღები. ხო და ნახე, ვინც მიმღებია, იმას იშორებენ თავიდან. აბსოლუტურად თუ მართას სისტემა არ ახარ, მართას სისტემა არის ესეთი რა. მართას სისტემა არის უკოდავი, იმიტომ რომ შეუერთდა ქრისტეს სისტემას, იესოს სისტემას, გესმის? იესომ შეირწყა თავის software, აი პროგრამა არის და პროგრამამ ეს მართა მთლიანად შეირწყა. მართად შეუერთდა. და როდესაც ეს მოხდა, ანუ ეხლა ესენი ცდილობენ, რომ ამიტომ ეშინიათ, ეხლა არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, მაგრამ გაჟღერდა ეს, რომ ძალიან ეშინიათ აი ამ თამარის გამოჩენა. თამარი თვითონ სისტემა თამარი, ხო? ნახე ერთ დროს მე 12 საუკუნეში ძალაუფლებაში მოვიდა, დაარღვია მთლიანად დაურღვია ამათ თავიანთი სისტემა დაურღვია, რაც აწყობილი ჰქონდათ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თამარის სისტემას მოუარეს სხვანაირად რა. უკნიდან დაარტყეს, აი როგორ დაარტყეს ამ წიგნში აღწერილი. უკანა მხრიდან დაარტყეს, დაფარული მხარიდან დაარტყეს, რაც ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი ჩემს ლაიფებში, ვინც თვალყურს მადევნებს, დაფარული მხარე რა არის? ნობათი, ხო? აი ნობათზე რომ მქონდა საუბარი, I know but და SOS რო ვამბობდი და მე თამარი ყოფილი ვარ ამ სიტყვით, რო ვამბობდით რა, ნარიმანის კარზე რო გაჟღერდა. ხო, კინგ, მეჩქარება, ნუჩქარობ შვიდათ ისაუბრეო, უნდა შეიყვარო ისინი და ვერ მოგერებიან. ხო, სიყვარულიც დიდ როლს თამაშობს და ეხლა ოღონდ არა უაზრო სიყვარული, ეხლა გეტყვი რა სიყვარულიც, მივალ მანდამდეც. არის ესე იგი მომენტი, რომელიც თვითონ ეს სისტემა შიფრავს ამ თამარს, მართას სისტემას, ანუ software-ს შიფრავს და იქიდან არტყავს, სადაც სისუსტე აქვს ამ software-ს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს software ისევ ჩამოტვირთეს, ანუ ჩამოვიტვირთეთ ისევ ამ software-ის ხალხი ამ დედამიწაზე და ეხლა უკვე გაახლებული ვარიანტით, რომ აი ამ სისუსტეში, რასაც დაარტყა მაშინ იმ სისტემამ, ხო? მართას სისტემას, იგივე თამარის სისტემას. რაც პრინციპში აქ არის აღწერილი, გააძლიერეს. ანუ ეს აღარ იმოქმედებს და ამიტომ აღარ აქვთ ამათ გეგმა, საერთოდ აღარ იციან ხა როგორ მოუარონ თამარს, მართას software-ს. ამიტომ მე ყველა თამარს, ანუ ნებისმიერი ის ადამიანი, რომელსაც ინფორმაცია მოსდის, რომ ის არის თამარის რეინკარნაცია, ის არის მართას software-ის ნაწილი, იცოდეთ. ანუ სისტემა მართას ნაწილია და მართავს მართვასთან არის დაკავშირებული და აუცილებლად გაიგეთ ეს. ამათმა სადეს ესეთი დავაფიქსირე ეს, რომ
როგორი მხრიდან სადეს იცი დარტყმა ამ სოფტვერზე, რომ ეს დაეშალათ მთლიანად ეს სოფტვერი, რომელშიც არის კოდი ჩადებული სიტყვა მართა და თამარი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეიძლება არ ერქვათ თამარი ან მართა, მათ აქვთ მაინც ეს შინაგანი შეგრძნება, რომ ისინი არიან თამარის რეინკარნაცია, ხო? ეს არის ერთ-ერთი თამაშის ნაწილია, რომელიც პრინციპში თამაშგარეთ წესებს ასრულებს და ეს თამაშგარეთ წესები არის იმ სისტემის დაზიანებული სისტემის, რომელიც აი აქ არის, ამ დედამიწაზე არის და დამკვიდრებული და რომელსაც სურს, რომ ბოლომდე გავიდეს რა, ყველანაირი სისტემა გაანულოს და გაანადგუროს როგორც შეძლებს ისე. ეხლა გქონდათ ეს მცდელობა, რომ აი ეს მართას სოფტვერი დაენგრიათ ისევ თავისი თავით რა, რომ აი ეს გაეფანტათ ეს ინფორმაცია და შეკრული, რომელიც უნდა იყოს ერთობას გავიძახით, ხო? ერთობა, რომელიც უნდა იყოს, ანუ მართაში და თამარში რო უნდა იყოს გაერთიანებული, მათივე მუშაკები, ესე რომ ვთქვათ, ანუ სოფტვერის ნაწილები დაყვეს, ეცადნენ რომ დაეყოთ. გესმით? მაგრამ ძალიან ჭკვიანი სოფტვერია შექმნილი, ანუ სისტემაა შექმნილი, რომელიც არ დაიყოფა, ანუ ნაწილებად არ დაიყოფა. უბრალოდ ეს უნდა მიხვდნენ თვითონ აი ამ მონაწილეებმა. მონაწილე. ხვდები, რატო ქვია ამას მონაწილე? და თუ კი შენ, ანუ შანსი აღარ არის ეს უკვე რა ქვია, კომპიუტერს რომ აახლებ. აი ამის პროცესში ვართ ეხლა და თამართას სოფტვერი ყავთ შემოყვანილი, რომ აი ეს გაანულონ ყველაფერი რა, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი ვირუსი წაშალონ, ყველანაირი ვირუსი, რაც კი აქ შექმნილა ამ დედამიწაზე, ხო, გაანულონ, იმიტომ რომ ეს სამყარო მაინც სჭირდებათ, სამიყარი. ანუ ეს სამიყარი მაინც სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამიყარის გარდა კიდე 9-ცა არის, ხო, სხვა 9-ცა, აქ არის საუბარი ამაში 9-ცაზე, მე-9-ცაზე ზის თამარი. ანუ თინათინი, მე-9-ციდან ჩამოსული არის მართას სოფტვერი, გესმის და აი ეს ჩვენ შეიძლება ვერ გავიგოთ და ძალიან ძნელი იყოს თავიდან გასაგებად რა სისტემებზეა საუბარი, რა მე-9-ზე და რა სამყაროზეა საუბარი და რა სამებაზე და რა მე-3-4-ზე, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ გავიგოთ ერთი რამ, ჩვენ ვართ ნაწილები მართას სისტემის, ვინც ქრისტეშია გაერთიანებული. იმიტომ რომ ქრისტეში იესომ მართა თავისში გაიერთიანა, თავის გვერდზე დაისვა. გესმის და ორი სოფტვერი გაერთიანდა, მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. შენ უნდათ რომ წაგლიჯონ აი ამ სისტემას, სოფტვერს, აი ეს ვირუსები ცდილობენ რომ წაგლიჯონ, აქ არის უამრავი სისტემა. ნახეთ, ანტიქრისტე რას ნიშნავს? ანტიქრისტეც ერთ-ერთი სისტემაა, სოფტვერია, რომელიც პრინციპში განახებს, რომ შენ აი ნახე ქრისტიანები ვარ, ჩემო გვერდი, შენ ქრისტეში ხარ, მაშინ ჩვენიანი ხარ. არა და სინამდვილეში ქრისტე ამ სოფტვერშიც ტოვებს თავის სიტყვას, მაშინ როცა მოდის, რომ არ მოტყუდეთ, იტყვიან რომ ჩემიანები არიან, მაგრამ ჩემიანი ის არის, ვინც ჩემი სამებრ იმოქმედებს, მე და მე მსგავსება და ამიტომ გიტოვებს ქრისტე სიტყვას, რომ იქნება ეს ცდუნება, რომ სოფტვერი ამითი დაშალონ რა. ამ სიტყვით დაშალონ, რომ ანტიქრისტეებმა, ვითომ ქრისტიანები არიან. აი როგორც არის დღეს რელიგია, როგორც არის დღეს სხვადასხვა ქრისტიანული მოსაზრებები, რომლებიც აბსოლუტურად სოფტვერის გარეთ არიან შექმნილი, გესმის? ქრისტეს სიტყვა აიღეს და ეცადნენ რომ გადაეკეთებინათ, მაგრამ ისე არის იესო ქრისტეს სოფტვერი შექმნილი, რომ ის ვერ გადაკეთდება. შანსი არ არის, აი განადგურდება ყველა ის სისტემა, რომელიც ეცდება რომ ქრისტეს სოფტვერს გადაუსვას ხაზი რა, ანუ გადააკეთოს. ხომ არის ახლა სოფტვერები ზოგი აკეთებს, აგერ ზიან ხალხი და წერენ იქ რაღაცეებს და საბოლოო ჯამში გამოდის სურათი, ხო? აი იქ რა არის შეცვლილი, ხო? მაგაში უკვე აიტიშნიკები იღებენ მონაწილეობას და აიტიშნიკები კიდე ეხლა სისტემაში არიან, სისტემაში ქმნიან სისტემებს, წარმოიდგინეთ. და აი ამ სისტემას, რომელიც არის სატანის სისტემა, ხო?
sat-an, აი ესე ქვია პირდაპირ software-ს. და sat-inst არის კიდე მისი ქვეითი. ანუ არსებობს უამრავი software-ები, რომლებიც ცდილობენ რომ აი პირდაპირ ხო და რა გითხარით იესო ქრისტეს რატოა სისტემა რატოა შექმნილი, იცით, დაუძლეველი, იმიტომ რომ ქრისტემ ანუ იესოს software-მა დაიმორჩილა sat-anis სისტემა, software-ი. თავის თავში შეიწოვა. დაიმორჩილა. ასევე გამოდის რომ თუ კი მან მართა შეიერთა, ხო? მართაც sat-ans მართავს. მართა არის sat-anis მართველი. ანუ იოლის სიტყვით რომ ვთქვათ, მართა ვერ მართავს სატანა. მართა მართავს სატანას. ანუ თუ კი მას დასჭირდა სატანა, მას შეუძლია რომ მართოს იგი. უბრძანოს და გააკეთოს სატანა მისი სიტყვა ემორჩილება. ერთ-ერთი ემორჩილება, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლია. ამიტომ ეშინოდათ თამარის გამოჩენა, ამიტომ ეშინიათ თამარის გამოჩენა, ეშინოდათ, იმიტომ რომ გამოჩნდა თამარი. და თამარი რო გამოჩნდა, უკვე იციან მათ რომ ეს არის მათი ბოლო არის უკვე, всё, აღარ თუ არ გამოიგონებენ რაღაც ახალს მართას გასანადგურებლად, ამ სისტემის გასანადგურებლად, თვითონ განადგურებულები არიან იციან. და ამიტომ ხელდასმა არ აქვს რომ მართას რამე უწოდონ, იმიტომ რომ ის ქრისტეშია შეერთებული, გესმის და თუ კი ეხლა ცდილობენ ესეთ რამეს ამოაყირავონ მთლიანად რეალობა. ერთადერთი რამე დარჩენიათ რა, რომ თავდაყირა დარჩნენ. და თავდაყირა რო დარჩნენ, მაშინ რეალობა იქნება ამოყირავებული. მაგრამ აგერ მოვიდა მართა, თამარი და თქვა რომ აი ეს სიდონი უნდა დაჯდეს თავზე. სინოდი არის თავდაყირა. სიდონი არის თავაღმა. ანუ ამოატრიალა. გაიხსენეთ ქოროსის თვალი, რაზეც საუბრობდი. არაფერი დასრულდება ის, რაც არ აქვს საწყისი, ვერ მთავრდება, უბრალოდ იცვლება. ხო, თამარ, არ არსებობს საწყისი, არ არსებობს დასასრული. ეს სულ არსებობს, გან ვინთან დგას, გან ვითარებაშია. კოდი 369, 369 არის კოდი, რომელიც არის სულ არსებობდა და სულ იარსებებს. სულ ერთია, სული ერთია, გესმით? სულ ელი და სულ ერთი. ეს სულზე არის საუბარი. სულ ალი უნდა იყოს და არა სულ ელი. იმიტომ რომ სულ რომ ელი, ეს არის ელთან დაკავშირებული. ელვასთან დაკავშირებული. ანუ ელი არის თვითონ ღმერთი, ხო? ერთ-ერთი ღმერთი. მაგრამ მოვა დრო, როცა მოგნათლავთ ალითო, ხო? ქრისტე მოგნათლავთ ალითო. ამბობს იოანე. და იოანე. იოანე. იო არის ღმერთი. ანე კიდე არის ღმერთი. ანუ იო ღმერთი ამბობს რომ მოვა სხვა, რომელიც მოგნათლავთ ალით. და ეხლა სულ ალი რომ გამოხვალ, ხო? სულ ალში რო გაერთიანდები. მაშინ სიტყვა თვითონ ტრანსფორმაციას განიცდის და სულ ელში კი აღარ ვიქნებით უკვე სულ ალში. იოს სახელი, ხო? 369 აქვს ახსნა კი ბატონო განვითარებას პირადი, ხო? როგორ უნდა შეიცვალოს? მართა არ ანადგურებს. მართა არც ქრისტე არ ანადგურებს, იმიტომ შეერთდნენ ეს სოფტვერები, თორე სხვანაირად ვერ შეთანხმებოდნენ. არ ანადგურებენ ესენი. ესენი ტრანსფორმაციას გადიან, ანუ შედიან, აღწევენ სისტემაში და ცვლიან, სინათლით ცვლიან, სინათლით. სინათლით, გესმის? 10 ლი არის მათში. და სარინი კიდე სანარინი არის თვითონ წინა სიტყვა, რომელიც ჯერ ვერ გავიგე რა არის ეს სან. სინ არის სარინი. სარინთან არის რა? სარინი. ხო, ჩემ გვართან რაღაც ახლოს არის ეს სარინი. ინასარი და ხო. მოკლედ ერთი სიტყვით სინ 10 ლით ცვლის. ანუ შემოაქვს 10 ჯერ უფრო მეტი სინათლე.
ვიდრე არის მანამდე. და როდესაც მზე დაბნელდა, ანუ მზე და მთვარე შეერწყმების, ხო? მზე და მთვარე მაშინ შეერწყმების, როდესაც უკვე ჩვენ გადავდივართ სხვა ცაზე. თუ ჩვენ სხვა ცაზე ვერ გადავედით, სულ ვიქნებით დუალურში. დუალში ვიქნებით. ორ ალში ვიქნებით, გესმის? აი აქ არის ორი ალი მოხსენიებული. ორი ალი ნიშნავს იმას, რომ შენ გაყოფილი ხარ ჯერ კიდევ. შენ მამრი და მდედრი არის გაყოფილი, ცა და მიწა გაყოფილია, მზე და მთვარე გაყოფილია. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა, რომ სულ ალში შევიდეთ, ხო? სულ ალში, მთლიანად სინ ათლეში შევიდეთ, ხო? დუალი უნდა შეირწყას. ანუ მზე და მთვარე უნდა გაერთიანდეს. და როგორ ერთიანდება მზე და მთვარე, ხო? მიჯნურობა ოდითგანვე სიბრძნისა ერთი დარგი სახთოდ გასაგონი მსმენელთათვის დიდი მარგი. აი ესე იგი მიჯნურობასთან მივდივართ ისევ. ეხლა როგორ ერწყმის ეს დუალი ერთმანეთს. სინ ღმერთის შვილია, 10 ანუ ღვთის შვილებზეა საუბარი, ხო? ხო. ღვთის შვილებზე, ანქ ჰელიოსებზე, იგივე ანქ ჰელიოსი. ჰელიო არის ისევ სინათლე. მოკლედ, როდესაც მზე დაბნელდა, შექმნეს ახალი სისტემა, მზისა და მთვარის სისტემა. ადრე ჩვენი წინაპრები ამას განიხილავდნენ, სამი მზენი არიან. სამი მზე იყო ადრე. და ეს სამი მზე რა ჰელიო და მესამე რა მზე რა ჰელიო და მზე რამზე ჰელიო და მესამე არის ხო არა მზე ჰელიო და რაც იყო მზე ჰელიოც არის სინათლე და რა არის მზე არის მზე აგერ რასაც ხედავთ. და ნახე ანარეკლი რომელი ანარეკლიც თვითონ ანუ ჩვენ შევთანხმდით იმაზე და თქვენ იცით უკვე რომ რაც გარეთ არის ის შენშია ის ხარ შენ. ანუ ჩვენ რატო გვეუბნება ქრისტეს სოფტვერი რომ თქვენ ხართ ღმერთები. თქვენში რაც არის ის არის გარეთაც, იმას ხედავთ გარეთ, ხო? და თუ კი თქვენ ხედავთ, რომ აი გაყოფილია დუალში ვართ. და მზე ვერ ერწყმის მთვარეს, აგერ ეუბნება ავთანდილი თინათინს, რომ რაღა მე დავიწყო საუბარიო, მე ჩემ თავად შენ ხედავო და შენ ისაუბრე ბარემ სინათლეო, რომ არ დაჭნეს ცაო, ხო? ცა არ დაჭნესო. შენ ისაუბრე, იმიტომ რომ შენ ხარ ის ვინც მე ვარო რა, ნუ ვიზიარებო, შენ 100%-ით გეთანხმები ყველაფერში, რასაც ამბობო ეს გამოდის რა, აღარ გეწინააღმდეგებიო, დამავალე და გავაკეთებ იმ საქმეს, რაც შენიდან მოდისო, იმიტომ რომ მზე არის ამისთვის, გესმის და სისტემა, ნახე როგორ მოუარა უკნიდან მართას სისტემას. იცის რომ მზე მთვარეს ასაზრდოვებს, მთვარე იღებს ამისგან სივრცეს, მაგრამ მართასთვის კიდევ არსებობდა სხვა მზე. ანუ ამ სოფტვერისთვის თვითონ არსებობდა სხვა მზე, რომელსაც ხედავს ტარიელში, გესმის? და ნესტანია თვითონ ნესტანის როლს თამაშობს. თვითონ ამ ადამიანშიც გაორება არის. ანუ თინათინში ამ პერსონა თინათინი და ნესტანი ერთი და იგივე ოღონდ გაორებას ჭირს თვითონ თავის თავში. იმიტომ რომ ნესტანი არის რომელსაც თავისი მზე ყავს და იმისგან იღებს სინათლეს და თინათინი არის თვითონ მზე იმისთვის ვინც იმისგან იღებს სინათლეს. ჯაჭვური რეაქცია ხედავთ? ანუ როცა ადამიანში გაორება თუ კი ნესტანი და თინათინი, აი ესე ავიღებ რა, ნესტანი და თინათინი უკვე თავის თავში. ეხლა უკვე ეს სოფტვერი ჩამოტვირთეს, რომ ნესტანი და თინათინი თავის თავში გაამყარეს, გესმის? აქ აღარ არის დუალური, რომ აი ეს ფიქრობს, რომ ესე და ეს, აქ უკვე თავის თავში გამყარებულია, უკვე ქრისტეში გაკრისტალებულია. გააკრისტალეს და ისე ჩამოტვირთეს. და ვარიანტი ანუ დუალური სულის ვარიანტი ეს სოფტვერი, წინა სოფტვერი, რომელიც მე-12 საუკუნეში იყო ჩამოტვირთული, არის ეს, ნახეთ,
თვითონ ეს სისტემა, რომელმაც უნდა შეცვალოს მთლიანად, გააბწყინოს ყველაფერი, ვერ ახერხებს, იმიტომ რომ ჯერ კიდე თავის თავში ჩამოუყალიბებელი არის, ამისთვის სხვა მზე არის კიდე და ეს მზე ვერ ახერხებს შერწყმას ამასთან. იმიტომ რომ ჯერ კიდევ რაღაცეებია იქ დალაგებული, ანუ სოფტვერებს დალაგებული აქვთ ისე რომ ვერ მოახერხოს შერწყმა. და ამ რატომ არის ბოლო ჟამი, იცით რომ ეს იმდენად გააკრისტალეს ეს სოფტვერი, რომ ამას ვეღარ მოერევა. ეს ვარიანტი ვეღარ მოერევა. ამიტომ გინდა არ გინდა უკვე გაბწყინება იწყება, 10 გაათება იწყება სინათლის, გესმის? და სინათლე შემოდის. და ლეს რომ წავიკითხავთ უკუღმა ელად, გამოდის იგივე ღმერთი. ანუ უკან ტრიალდება უკვე. იმიტომ აი ბერი ნიკოლოზი ძალიან მაგრად ერკვევა ამ საკითხებში, როგორც ჩანს, იმიტომ რომ მან ისეთი კოდები მომაწოდა მე პირადად, რომ ანუ ყველაფერს გებურობ უკვე რატო რა იგულისხმა, გესმის? მე მგონი ყველაფერს ჯერჯერობით ესე უკან უნდა დატრიალდესო. ესე იგი, ჩვენ თუ შახმატს ვთამაშობთ, ხო? უნდა წავიდეთ თამაშით. და აი ამ წიგნში წარმოიდგინეთ, დაიჯერეთ, გინდა რა თამაშით იღებენ ქაჯეთის ციხეს. და თამაშით რომ უნდა წავიდეთ, ანუ ეს ვის არ იცის ახლა, ჩემ ლაივს უყუროს, შახმატი და თამაში რას ნიშნავს და რატო ვიძახი ახლა, რატო ვახსენებ ამეებს. ვინც არ იცის, არ აქვს ნანახი ეს ლაივი, ვერ გაიგებს ახლა მე რას ლაპარაკობ. ვისაც ნანახი აქვს, ის გაიგებს დაახლოებით. ესე იგი, შახმატი იწერება ესე თუ დავწერთ და უკუღმა წავიკითხავთ, გამოდის თამჰაშ. თამ ეს ჰე რო დაგვიკარგეს, მე რო ასაბგერა, ის ჰე აკლია ამ თამაშს. ის ჩაჯდა უკვე, ჩავსვით ის ჰე, გაიმართა უკვე, ანუ ნახეთ, აქაც მართა ძალიან მაგარი სოფტვერია. გაიმართა სიტყვა, როგორც კი სიტყვა გაიმართა, შახმატი უკვე დასრულებულია, ეს თამაში მორჩა, დაიხურა. იმიტომ რომ ეს თამაში რო დაიხურა, აქ უკვე ნგრევა მიდის მთლიანად. მარი გახსოვს შენი ხილვა, რო გითხრეს რომ ფიგურები არ დგანანო და ვის ეთამაშებითო. ფიგურები უკვე აღარ დგანან, ყველა მოკლეს, ყველა წავიდა, ყველა სამარეშია უკვე. გესმის? უკვე სამარეშია. მარი არის ზღვა. ზღვაში, ზღვად გადაიქცა. ხო და მარე გაიხსენეთ ქრისტე დადის ზღვაზე, რო იცოდეთ. ხო, ეს ქრისტეს ზღვაზე სიარული მარტო ისე კი არ უნდა წარმოიდგინოთ, როგორც ჩვენ დავდივართ ახლა ზღვაზე და გავივლით წყალზე. არა, აქ სხვა კოდებია კიდე. ქრისტეს ზღვაზე დადის, ანუ ქრისტეს აი ამ მასის, რომელიც სამარეში მოხდა, არ ეშინია და ვერ მათზე დადის, გესმის? მათ იყენებს როგორც საფეხურს და უკაცრავად. და როგორც კი ამ ეს უკვე ქაჯეთის ციხეც ჩათვალეთ, რომ აღებული აქვს მართას. უბრალოდ აქ ხდება ახლა ერთი რამ, კიდე ბოლოში ჯერ ვერ გავედი. ერთი რამ ხდება რა, რომ უკვე ჩამოსვლა უნდა მოხდეს. ქრისტეს გამოჩენა, ალის გამოჩენა უნდა მოხდეს. კრისტალის გამოჩენა უნდა მოხდეს, გესმის? ეხლა ჯერ გაკრისტალებამდე აქ შეიკრიბება ეს სოფტვერი მთლიანად, მართა თამარის სოფტვერი შეიკრიბება, ანუ დაშლილი რაც არის და წასულებიანიან, ხო, მუშაობენ თავის საქმეს აკეთებენ, ესენი უკვე უნდა შეიკრიბნონ, ერთ მუშტად უნდა იქცნენ, ანუ ერთ იანებაზე არის საკითხი, იანზე არის საკითხი, ხო? ინი არის დაღმავალი, იანი არის აღმავალი. ერთ იანი არის ერთად მაღმავალი არიან ზეცისკენ, ანუ მეცხრეცისკენ, საიდანაც ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ მართა არის მეცხრეციდან ჩამოსული. აქ საიდან ვიცით? აქედან ვიცით. აქ ამბობს რომ მეცხრეცაზე ვზივა, მჯდომარეა. მეცხრეცაზე მჯდომარე მართას სოფტვერი. გინდა ეხლა ხორციელად აიღეთ, ეხლა ჩემში დაინახავთ თუ სხვაში მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის სოფტვერი. და ყველაზე საუკეთესო სოფტვერი, რომელიც გამოდის, ანუ სადაც უფრო მეტი პროცენტია, იქიდან იგება მასაში უკვე სიტყვა, ანუ აქაც მნიშვნელობა აქვს. ტყვია არის ეს, ერთგვარი ტყვია არის, რომელიც არის სარი, იგივე სარი, სი არის სარი. რატომ არის სი, სარი, იცით? თვითონ ასობგერა სს ქვია სარ და
ის რომ დავუმატებ გამოდის სარი და ტყვია ერთდროულად არის და როდესაც ეს გადის ეს ტყვია ხო ავიღოთ აი ყველაზე მეტი პროცენტი ვთქვათ გავიდა ჩემიდან ეს ტყვია და პირდაპირ დაასო იქ სადაც საჭირო იყო რა ამ ისიც გაიხსენეთ რომ არქეტიპებში არის ესეთი მონადირე ქალი რომელიც იმას ესვრის მაგარი მსროლელია ვაიმე დამავიწყდა ღმერთო მაპატია კაიმე დამავიწყდა რა ქვია ამ არქეტიპს მაგრამ ეს არქეტიპი თვითონ ბერძნულიდან გადმოტანილია აქაც მიჯნურობაზეა საკითხი ამ არქეტიპს ყავს თავისი სახელები მავიწყდება მეგობრებო ეგ უკვე იცით მნიშვნელოვანია აზრი გაჟღერდეს ახლა ამ არქეტიპს ყავს თავისი ტყუპისცალი ძმა რომელიც მართლა ისიც მაგარი მონადირია მსროლელია და ამ ძმამ იცის რომ ეს კარგად ისვრის მშვილდ ისვრის მაგრად და შეუყვარდება ტიპი რა ისიც თანასწორია ამ მონადირი ქალის და რას მოიფიქრებს იცი ეს ძმა რაღაცა შურით შეივსება ეს ძმა და მოიფიქრებს ესეთ რამეს ამ თავის დის შეყვარებულს ეტყვის რომ წადიო შენ ზღვაშიო გააგზავნის გადაუგდებს იმ რაღაცას გადაუგდებს და ეტყვის აი იმას თუ მომიტანო ხო რაღაცას მოგცემო რა გაღიარებო და ესეც წავა გაებმება ამ იმაში მახეში წავა და მიდის და ეხლა თავის დასთან მივა ეს და ეტყვის რომ აიო შენო იქ წერტილს ხო ხედავ უკვე ან ისე შორს არისო წერტილად ჩანს მარტო გესმის და იმ წერტილს ხო ხედავ აბა იმას თუ გაარტყავო შენო ხო მაშინო დავიჯერებო რომ მაგარი მსროლელი ხარო და ესეც ეხლა ეს ისეთი არის აზარტში შევიდა იმიტომ რომ აზარტი იყო ამის სისუსტე ამ არქეტიპის სისუსტე და აზარტში შევიდა და აბა მე როგორ არ ვესვიო გააშენს და ესვრის პირდაპირ მოარტყავს თავის მეორე ნახევარს ან თავის სიყვარულს მოარტყავს გესმის თავისი ხელით დაღუპავს რატომ იმიტომ რომ აზარტში შევიდა მოკლედ აქ ძალიან მაგარი ინფორმაციები ჟღერდება რა ყველაფერი უნდა იცოდეთ ამიტომ მეგობრებო აკავშირებდეთ ერთმანეთთან თორე ეგრეთ ცალ-ცალკე აღებული თემები software-ს ვერ ასაზრდოებს ხო და software ხო მოკლედ ესე დააღუპინებს თავისივე სიყვარულს თავისივე ძმა ამ არქეტიპ ჰერა კი არა და რა ერქვა ამ არქეტიპს კაცო როგორ დამავიწყდა რო გამახსენდება მე გვიან იქნება მაგრამ წაიკითხეთ მოკლედ არქეტიპები წაიკითხეთ და ძალიან ბევრ რამეს ისწავლით იქიდან რა და ეხლა რა ხდება აქ იგივე წერია იგივე არის ანუ დუალი რომელიც თავის თავში არ არის ერთიანი ანუ წარმოიდგინეთ თინათინი და ნესტანი არის ერთი და იგივე უღოთ ჯერ კიდევ გაყოფილი არის რაღაცა სოციალური სფეროების გამო სოციალური სფეროები რომ არ ყოფდნენ აი ამას დუალი უკვე იქნებოდა ერთი ალად იქნებოდა გადაქცეული და ალი ნიშნავს იმას რომ უკვე ანუ გასცემს სულ გასცემს აღარ მოითხოვს ეს ნახე ეს თინათინის პოზიცია არის ის რომ მოითხოვს იმიტომ რომ თუ კი ამას კიდე სხვა მზე ყავს ტარიელის სახით ხო მაშინ ესე იგი ის იმისგან სინათლეს მოითხოვს და ჯერ დუალია და ალად თუ გადაიქცევა და იცით თქვენ რომ საქართველ იმაში ზღაპრებში ყავს ჩვენ ალები იყვნენ რომლებიც სავარცხლით ივარცხნიდნენ თმეებს და ვინც ამათ სავარცხელს დაიპყრობდა მერე ის იქნებოდა მათი მართველი აი სავარცხელი და თმარას ნიშნავს ეგეც მე სხვა თემაა მაგრამ ეხლა ნახეთ დუალი უნდა გადაიქცეს ალად გესმით ამას აღარ უნდა ჰქონდეს სხვა მზისკენ მიდრეკილება სხვა მზე მისთვის კი არ უნდა არსებობდეს ეს უნდა იყოს უკვე იმხელა სინათლე რომ სულ გასცემდეს სულ ალი იყოს გესმის სულ ალი და ასული ნახე ასულშიც როგორ კარგად არის ჩასმული ეს სიტყვა და ასლიშიც არის ასლში ასილი ანუ ასად ხარ შენ
დაყოფილი. 100 კუნჭულა თუ რა 100 ფურცელაც არის ჩვენ ზღაპრებში. აი ესენი თანდათან ლაგდება ეხლა ჩემ თავში და იმ ხელა ინფორმაციები იხსნება, რომ ჭკუაზე არ ვარ. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით. თუ შენთან არის ეს 100 ფურცელი შეკრებილი, ესე იგი სოფტვერი არის შეკრებილი, თუ შენ გაერთიან, თუ მართას სოფტვერი გაერთიანდება, აქ უკვე სრულდება ერთი რამ, რომ გაკრისტალებული სხივი ჩამოვა ზეციდან, ესე იგი მეორეთ მოსვლას, რასაც ვეძახით ჩვენ, მოხდება. და თუ ეს ვერ მოხდება, ანუ თუ თამართას სოფტვერი ვერ შეძლებს გაერთიანებას, ხო? მაშინ ჯერ კიდევ პროცესია, ესე იგი. ანუ სიგნალი არ მიდის მაღლა, რომ აქ ვარ უკვე დასრულდა პროცესი. როგორც კი აქ ვარ უკვე დასრულდა პროცესი, გაიგზავნება სიგნალი მაღლა, მაშინ იქ უკვე დაიწყება რეაქცია, ანუ რეზონირდება ეს ინფორმაცია, ჩამოვა და გაშუქდება ყველაფერი, მაგრამ ჯერ თუ კი მართას სოფტვერი არის გაფანტული და ვერ ერთიანდება, ჯერ კიდევ იქ სიგნალი მიდის, რომ ჯერ არ არის დრო, ანუ ჯერ ვერ მოხდა გაერთიანება. საოცრება ის არის, რომ აი ამ ფილმში საოცარი რაც არ უნდა იყოს, მთაზე დგას ეს რაღაცა, რასაც უნდა შეეხოს ეს ქალი ხელებით და აქ უკვე გადის სისტემიდან, გესმის და ერთხელ უკვე შეეხო ეს ქალი სისტემას და გავიდა და მე ამ თლიანად იმ სისტემაში მოუწია ბრძოლა და რა ბრძოლასაც გადის იგივეს გავდივარ ჯერჯერობით მეც. მოკლედ გაიგებთ ყველაფერს, კარგად გაიგებთ ამ ფილმს რო უყურებთ, რა ხდება, თუ ვერ გაიგეთ, ესე იგი თქვენ ჯერ ჩაჭერილი ხართ სისტემაში, უნდა გასუფთავდეთ, გაკრისტალდეთ, დოგმები რაც არსებობს. დაამსხვრიოთ ხალხო, დოგმები არის ის, რაც ჩარჩოში გზღუდავთ. ლიკვიდი დოგმა, ასე მითხრეს მე 2015 წელს, როცა დავსვი კითხვა, რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ შევასრულო ჩემი მისია. და ყურში მითხრეს პირდაპირ ლიკვიდი დოგმა. და როცა მითხრეს ეს სიტყვები, მაშინ ჯერ არ ვიცოდი რას ნიშნავდა ეს სიტყვები, მაგრამ ვერ ვიფიქრის მერე მივხვდი რასაც ნიშნავს ეს სიტყვები. ასე რომ ლიკვიდი დოგმა მეგობრებო, არის ის, რაც მომეცა ზეციდან, რომელიც არის ჩემი მისიის ერთი ნაწილი და მე ვარ ამ მართას სოფტვერის ერთი ნაწილი. ასე რომ თქვენს თუ ხართ ამ მართას სოფტვერის ერთი ნაწილი, გამოვიდა სიტყვა, რომ გაერთიანების დროა. ახლა გემშვიდობებით მიყვარხართ კოცნით. არ ვიცი ჯერ. ხო, კიდე მინდოდა რაღაც მეთქვა. ვინც მართას სისტემის არ არის, ამ სიტყვებს ახლა მე რაც ვილაპარაკე, ვერ გაიგებს. ის შემოუშვებს ვირუსებს, რომელიც აი ბოდავ რაღაც გიჟია, რაღაც ვირუსებს შემოუშვებს რა, დამაბინძურებელ რაღაცებს და ეს მართას სოფტვერს აღარ აინტერესებს, ვერაფერს ვერ ავნებს ეს ვირუსები, იმიტომ რომ მართა არის ვირუსიდან თავისუფალი. ანუ ვირუსები ვერ ეკარება მას. როგორც მოდის, ისე გაყრის ვირუსებს მართას სოფტვერი. ამიტომ როცა მე-12 საუკუნეში გაბრწყინება დაიწყო და დაასრულეს, რაღაცნაირად ვირუსი მაინც შეუშვეს, ახლა არის ახალი ვარიანტი, რომელსაც ვეღარ ერევიან და გილოცავთ. წავედი ახლა მე. გაკოცეთ.